Deputatები საქველმოქმედო საქმიანობის რეგულაციაში ცვლილებების შეტანისთვის ემზადებიან. განიხილავს. პროექტი ფილანთროპიული და საქველმოქმედო საქმიანობის არეალის დადგენას და შესაბამის ქმედებებზე საგადასახადო შეღავათების დაწესებას გულისხმობს. ეს კი დოკუმენტის ავტორების ვარაუდით ქველმოქმედებას წაახალისებს. ნინო იმნაიშვილი მუშაობდა თემაზე. ყურიათ. ძლიერ ყურიათ. მათი წყურვილი ყველა წყურვილზე ძლიერია. ამ ნომერზე დარეკვა 1 ლარი ღირს, თუმცა საქველმოქმედო ფონდში მხოლოდ მისი ნახევარი ირიცხება. დარჩენილი თანხის ბენეფიციართან გადარიცხვისას კი ის კიდევ 20%-ით იბეგრება. იმ შემთხვევაში, თუ პარლამენტი ფილანთროპიის, ქველმოქმედებისა და საზოგადოებრივი პარტნიორობის შესახებ ახალ კანონპროექტს დაამტკიცებს, ბენეფიციარი ზუსტად იმ რაოდენობის თანხას მიიღებს, რამდენიც გადაურიცხეს. კანონპროექტი ზვიად კვაჭანტირაძისა და გუგული მაღრაძის მიერ პარლამენტში უკვე ინიცირებულია. განსაზღვრულია ფილანთროპიული და საქველმოქმედო საქმიანობის ფორმები, მათი დაბეგვრის რეჟიმი როგორ უნდა იყოს, საგადასახადო სისტემა მის მიმართ როგორ უნდა იყოს და რა ვალდებულებები აქვთ მათ. შემოდის სოციალური პარტნიორობის ცნება. ეს იმას ნიშნავს, რომ საწარმოო რა მონაკვეთშიაც ასრულებს ისეთ საქმიანობას, რომელიც მოგებაზე არ არის ორიენტირებული და მიმართულია ქველმოქმედების და ფილანთროპიისაგან, ის ამ ნაწილში გარკვეული განსხვავებულად უნდა დაიბეგროს, ვიდრე საწარმოო, რომელსაც ასეთი საქმიანობა არ აქვს განხორციელებული. ბენეფიციართა დაბეგრის მოხსნას დიდი ხანია მოითხოვს საქველმოქმედო ფონდი იმედის ხელი. ორგანიზაცია 3 წელია არსებობს და მძიმე სნეულებით დაავადებული ბავშვებისა და ახალგაზრდების მკურნალობას ემსახურება. იმ შემთხვევაში კი თუ მათ მიერ ბენეფიციარისთვის გადაცემული თანხა წელიწადში 1000 ლარს აღემატება, თანხის 20% სახელმწიფოს მიაქვს. ჩვენ ისეთი ბენეფიციარები, რომლებსაც სასწრაფოდ ესაჭიროება თუნდაც 500 ლარი, 1000 ლარი და ის თუნდაც ის 20% საშემოსავლოსი ძალიან მნიშვნელოვანია მათთვის. თქმა გვიწევს, რომ იქ ეს თანხა წავიდა მობილური კავშირიდან 50% დაიკავეს, მერე საშემოსავლო და ხშირად მინიმალურამდეც ვერ ვახცევთ ხოლმე იმ დახმარებას, რაც იმ ადამიანებს ესაჭიროებათ. ინიციატივა პარლამენტმა საშემოდგომო სესიაზე უნდა განიხილოს. საპარლამენტო უმრავლესობაში კანონპროექტს მხარს უჭერენ და მაგალითად სხვა ქვეყნების რეგულაციები მოჰყავთ. საპარლამენტო უმცირესობა კი ამ ეტაპზე კომენტარისგან თავს იკავებს. ძალიან ხშირად არის, რომ აქვს კეთილი ნება მეწარმეს, ბიზნესმენს, რომ გარკვეული შენატანი თავისი გააკეთოს ქვეყნისათვის და საკუთარი ხალხის დახმარებისათვის და ეს არსად მისი ასახვა არ ხდება. ჩვენს უნდა ვისწავლოთ ერთმანეთის დახმარება, ერთმანეთში თანადგომა, მაგრამ ეს უნდა იყოს საკანონმდებლო წესდაწერი. ერთმანეთის დახმარების სწავლებას ისახავს მიზნად კანონპროექტიც. არასამთავრობო ორგანიზაცია TASO ინიციატივის ერთ-ერთი ავტორია. კანონპროექტის მიხედვით ნებისმიერ ადამიანს აქვს შესაძლებლობა შემოსავლის იმ 20%-დან, რომელსაც ის სახელმწიფოს უხდის, 1% ფილანთროპიას ან ქველმოქმედებას მოახმაროს. 1% ეს არის ის მექანიზმი, რომელიც უზრუნველყოფს პიროვნების მონაწილეობას, ხო? როგორც არ უნდა გაჭიმო და ყველაფერი ძალიან კარგია, მაგრამ ყველაზე ფასული არის ადამიანი, ხო? ესე იგი ადამიანზე დგას ყველაფერი. ამ ადამიანმა უნდა გადაწყვიტოს, რომ აქ ცხოვრობს და თავისი წვლილი შეიტანოს, დაახლოვდება საზოგადოება, ანუ ადამიანები, ადამიანის ჯგუფები დაახლოვდება ამ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებთან და ბოლოს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციას ექნება უფლება თქვას, რომ დიახ, მე საზოგადოების შეკვეთას ვასრულებ. შესრულდება თუ არა ქველმოქმედის საზოგადოების დაკვეთა, ეს უკვე პარლამენტის გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული. ამ ეტაპზე კი კანონპროექტის ავტორებსა და ფინანსთა სამინისტროს შორის ინტენსიური კონსულტაციები მიმდინარეობს.